მოგესალმებით მეგობრებო, ჩვენ უკვე 1000-ზე მეტი ვართ, რა ძალიან მახარებს. კომენტარებში უმრავლესობა ითხოვდით Kubernetes-ზე ვიდეოს და რა თქმა უნდა ვითვალისწინებთ თქვენს თხოვნას. დღეს ვისაუბრებთ Kubernetes-ზე და ამას გავაკეთებთ მარტივი ენით და ვიზუალური მაგალითებით, ისე რომ ვიდეოს ბოლოს ყველასთვის გასაგები იყოს რა არის Kubernetes-ი და რატომ გახდა ასეთი პოპულარული. დავიწყოთ თავიდან. Kubernetes-ი შეიქმნა Google-ში, კომპანიაში, რომელიც 10 წლეულებია მუშაობს უზარმაზარ სისტემებზე. რომლებშიც წამში მილიონობით მოთხოვნას ამუშავებენ. Google-ს ჯერ კიდევ 2000-იანი წლების დასაწყისში ჰქონდა შიდა სისტემა სახელად Borg, რომელიც მართავდა ათასობით სერვერს და ათეულობით ათასობით კონტეინერს. რეალურად Kubernetes-ი არის Borg-ის გამოცდილების გადმოტანა ღია სამყაროში. 2014 წელს Google-მა გადაწყვიტა ეს ცოდნა გაეზიარებინა და შექმნა ახალი პროექტი Kubernetes-ი. სახელი მომდინარეობს ბერძნული სიტყვიდან და ნიშნავს მმართველს, კაპიტანს, ადამიანი, ვინც მართავს გეიმს. შემოკლებით ხშირად ეძახიან K8s. 2015 წელს Kubernetes-ი ოფიციალურად გახდა open source პროექტი და მალევე გადაეცა Cloud Native Computing Foundations. CNCF-ის ახსნას აღარ დავიწყებ, შეგიძლიათ დაგუგლოთ, ასევე ლინკს დავტოვებ აღწერაში. ძალიან მაგარი ორგანიზაციაა და წელს მარტში აქვთ კონფერენცია ამსტერდამში. ამ კონფერენციაზე ვაპირებ წასვლას და იქიდანაც აუცილებლად ერთ ვიდეოს შემოგთავაზებთ. 2015 წლის შემდეგ დაიწყო Kubernetes-ის სწრაფი განვითარება და დღეს ის არის ფაქტობრივად სტანდარტი კონტეინერების მართვის. კარგი, ისტორია გვეყოფა, ახლა კი გადავიდეთ მთავარ კითხვაზე და ვნახოთ რა არის Kubernetes სინამდვილეში და როგორ მუშაობს ის პრაქტიკაში. დღეს თითქმის ყველა თანამედროვე სისტემა მუშაობს მიკროსერვისულ არქიტექტურაზე. ეს ნიშნავს, რომ გვაქვს არა ერთი დიდი პროგრამა, არამედ ათეულობით და ასეულობით პატარა სერვისი. ავტორიზაცია, გადახდები, ნოტიფიკაციები, ანგარიშები, ანალიტიკა და ასე შემდეგ. ყველა ეს სერვისი უნდა გაეშვას და უნდა იყოს მუდმივად ხელმისაწვდომი. უნდა მასშტაბირდეს დატვირთვის მიხედვით და რაც მთავარია, სისტემა უნდა იყოს დეცენტრალიზებული. ერთი სერვისის გათიშვით არ უნდა გაითიშოს ყველაფერი. აი აქ ისმის მთავარი კითხვა. ვინ მართავს ამ ყველაფერს? თუ სერვისი გაითიშა, ვინ უნდა გაუშვას თავიდან? თუ მომხმარებლების რაოდენობა გაორმაგდა, ვინ უნდა დაამატოს ახალი ინსტანსები? თუ ახალი ვერსიის გაშვება გვინდა, როგორ გავაკეთოთ ისე, რომ სისტემა არ გაითიშოს და სწორედ აქ შემოდის სცენაზე Kubernetes. Kubernetes-ი გამოიყენება თითქმის ყველგან, დიდ ტექნოლოგიურ კომპანიებში, ბანკებში, ფინტექ პლატფორმებში და ასე შემდეგ. მაგალითად, ბანკის შემთხვევაში წარმოიდგინეთ mobile აპლიკაცია, სადაც ათასობით მომხმარებელი ერთდროულად შედის. აკეთებს გადარიცხვებს, ამოწმებს ბალანსს, იღებს ნოტიფიკაციებს და რომელიმე სერვისი თუ გაითიშა, მომხმარებელმა ეს საერთოდ არ უნდა იგრძნოს. თუ ხელფასის დღეა და დატვირთვა 5 ჯერ გაიზარდა, სისტემა ავტომატურად უნდა გაიზარდოს და დატვირთვა გადანაწილდეს. ამ ყველაფრის უკან ხშირად დგას Kubernetes-ი. Kubernetes-ი რადგან კონტეინერებს მართავს, ხშირად ერევათ Docker-ში. ასევე გამიგია აზრი, რომ Docker-ი და Kubernetes-ი ერთგვარი კონკურენტების გამოუყვანიათ. რა თქმა უნდა, იმ ხალხისგან, ვინც ვერ ერკვევა, მაგრამ შეხვედრაზე სერიოზული სახით შეუძლიათ სისულელეების საუბარი. რეალურად Kubernetes-ი და Docker-ი არიან ძალიან კარგი პარტნიორები. ძალიან მარტივად რომ ვთქვათ, Docker-ი არის კონტეინერი, წარმოიდგინეთ სტანდარტული რკინის ყუთი, რომელშიც დევს ტვირთი. მნიშვნელობა არ აქვს შიგნით ავეჯია თუ ელექტრონიკა. კონტეინერი გარედან ყველა ერთნაირია და ნებისმიერ გემზე ერთნაირად იდება. Kubernetes-ი არის პორტის ამწე და ლოჯისტიკის მენეჯერი. ის წყვეტს, რომელი კონტეინერი რომელ გემზე დაიდოს, თუ ერთი გემი გაივსო, კონტეინერს სხვაგან გადადებს და თუ ერთი კონტეინერი დაზიანდა, სასწრაფოდ ახლით ჩაანაცვლებს. Kubernetes-ი არის ორკესტრატორი, ანუ დირიჟორი, რომელიც მართავს ბევრ სერვისს ისე, რომ სისტემა მუშაობდეს სტაბილურად და ავტომატურად. კარგი, ეხლა რომ უკვე ვიცით რა არის Kubernetes-ი, მოდი ვნახოთ რატომ გახდა საერთოდ პოპულარული. ანუ რა პრობლემებს აგვარებს ის რეალურად სისტემებში. და ამისთვის კარგი გზა არის შევადაროთ, როგორ მუშაობდა ყველაფერი Kubernetes-ის გარეშე და რა იცვლება Kubernetes-ის შემდეგ. დავიწყოთ scaling-ით, ანუ მასშტაბირებით. რა ხდება მაშინ, როცა დატვირთვა იზრდება? Kubernetes-ის გარეშე სცენარი დაახლოებით ასეთია. მომხმარებლები მოიმატებს, სისტემა ნელდება, ალერტები მოდის, ვიღაც დგება ღამის 2 საათზე, შედის სერვერზე და ცდილობს გაუშვას ახალი ინსტანსი, რომ რამენაირად დატვირთვა გადანაწილდეს. და როგორც წესი, უკვე დაგვიანებული არის ხოლმე, რადგან შენელების ეფექტმა უკვე მომხმარებლებამდე მიაღწია. Kubernetes-ის შემთხვევაში თქვენ წინასწარ აღწერთ წესებს. მაგალითად, თუ CPU ან მოთხოვნების რაოდენობა გაიზარდა, ავტომატურად დაემატა
დაემატოს ახალი ინსტანსები. დატვირთვა, რომ შემცირდება ზედმეტი რესურსი ავტომატურად გამოირთოს. ადამიანი პროცესში აღარ ერევა, სისტემა თვითონ აკეთებს ავტომატურად მასშტაბირებას. შემდეგი უპირატესობა არის high availability, ანუ მაღალი ხელმისაწვდომობა. წარმოიდგინეთ, რომ რომელიმე სერვისი უბრალოდ გაითიშა. ბაგის გამო, მეხსიერების გადავსების გამო სერვერი გადაიტვირთა, არ აქვს მნიშვნელობა რის გამო. თავარი გაითიშა. Kubernetes-ის გარეშე თუ სერვისი მოკვდა და არავინ შენიშნა, მომხმარებელი ვერ გამოიყენებს სისტემას, სანამ ვინმე არ შევა სერვერზე და თავიდან არ გაუშვებს სერვისს. Kubernetes-ის შემთხვევაში სისტემა მუდმივად აკვირდება, მუშაობს თუ არა სერვისი. როგორც კი ხედავს, რომ რაღაც არასწორია, ის უბრალოდ გამორთავს არსებულს და ჩართავს ახალს და ამ ყველაფერს იზამს ავტომატურად ისე, რომ ვერავინ შენიშნავს. ახლა ცოტა უფრო ფართო სურათს შევხედოთ. Kubernetes-ის გარეშე ძალიან რთულდება ინფრასტრუქტურის მართვა. გულისხმობს სერვერებს და ინსტანსებს. დაუშვათ, გვაქვს 150 application სერვერი, რომელზეც გაშვებულია თითოზე მინიმუმ 5 ინსტანსი. მესმის, რომ ეს ყველაფერი სადღაც უნდა იყოს აღწერილი, მაგრამ პრაქტიკაში ყოველთვის არის შემთხვევები, როცა სტრესულ სიტუაციაში უცბად რაღაც დაემატება რეალურ სერვერზე და აღწერა გამოგრჩებათ. ასევე, სულ რომ აღწერილი იყოს, ძალიან რთულდება სწრაფად რამის მოძიება, როცა გეჩქარება. შესაბამისად, ვიღებთ სრულ ქაოსს და ყოველ წელს თავიდან ეგრეთ წოდებულ აქტივების ინვენტარიზაციას. Kubernetes-ის შემთხვევაში ყველაფერი აღწერილია კონფიგურაციაში. სისტემამ ზუსტად იცის, რა უნდა მუშაობდეს, სად და როგორ. ეს ძალიან დიდი ბენეფიტია. ძალიან მოკლედ რომ შევაჯამოთ, Kubernetes-ის გარეშე პროცესები დამოკიდებულია ადამიანებზე. შესაბამისად, ყველაფერი კეთდება ხელით და არის მაღალი რისკი ადამიანური შეცდომების. ასევე ადამიანები 24/7-ზე შეიძლება არ იყოს ხელმისაწვდომი. შესაბამისად, სისტემის ხარვეზები მიდის მომხმარებლებამდე, რაც რა თქმა უნდა დაუშვებელია. Kubernetes-ით ყველაფერი ხდება ავტომატურად. შესაბამისად, ვიღებთ სტაბილურ და მასშტაბირებად სისტემას, რომელიც მუდმივად აკვირდება სერვისებს და იღებს წინასწარ გაწერილ გადაწყვეტილებებს. ახლა მოდით ყველაზე საინტერესო ნაწილზე გადავიდეთ და ვნახოთ, როგორ მუშაობს Kubernetes-ი რეალურად. არ შეგეშინდეთ, ტექნიკურად შეიძლება რთულად ჟღერდეს, მაგრამ იდეა ძალიან მარტივია. Kubernetes-ის კლასტერი შედგება მინიმუმ ერთი master node-ისგან და მასთან დაკავშირებული რამდენიმე worker node-ისგან. Worker node-ებზე რეალურად ხდება პროცესები. ყოველ worker node-ზე გაშვებულია სპეციალური Kubernetes-ის პროცესი, სახელად კუბლეტი. კუბლეტი არის კომპონენტი, რომელიც Kubernetes აძლევს საშუალებას ესაუბროს კონკრეტულ nodes. გაუშვას კონტეინერები და გააკონტროლოს, რომ ყველაფერი სწორად მუშაობს. ძალიან მარტივად რომ ვთქვათ, კუბლეტი არის Kubernetes-ის წარმომადგენელი თითოეულ worker node-ზე. Worker node-ებზე ასევე გაშვებულია სხვადასხვა აპლიკაციების კონტეინერები. რამდენი კონტეინერი იმუშავებს რომელ node-ზე, ეს დამოკიდებულია დატვირთვაზე, რესურსებზე და იმაზე, როგორ გადაანაწილებს Kubernetes-ი სამუშაოს. სწორედ worker node-ებია ის ადგილი, სადაც თქვენი აპლიკაციები რეალურად მუშაობენ. აქ ხდება მთელი პროცესი. ახლა ლოგიკური კითხვა, თუ ყველაფერი worker node-ებზე ხდება, რას აკეთებს master node-ი? Master node-ზე გაშვებულია რამდენიმე კრიტიკულად მნიშვნელოვანი Kubernetes-ის პროცესი, რომლებიც მთლიან კლასტერს მართავენ. ერთ-ერთი ყველაზე მთავარი არის API სერვერი. API სერვერიც ასევე კონტეინერია და ის არის Kubernetes-ის კლასტერში, ასე ვთქვათ, შესასვლელი კარი, entry points, რასაც ვეძახით. Kubernetes-ის ყველა მართვის ხელსაწყო ისეთები, როგორიც არის Kubernetes dashboard-ი, UI, command line tool-ი, ეგრეთ წოდებული kubectl და API, ყველა მათგანი პირველ რიგში ესაუბრება API სერვერს. შემდეგი კომპონენტი უკვე არის scheduler-ი. Scheduler-ი არის ერთგვარი ჭკვიანი მოდული, რომელიც წყვეტს, რომელ worker node-ზე გაეშვას ახალი პოდი, სად არის თავისუფალი რესურსები და როგორ გადაანაწილოს დატვირთვა. Scheduler-ი ითვალისწინებს CPU-ს, მეხსიერებას და იმ მოთხოვნებს, რაც კონკრეტულ კონტეინერს აქვს. შესაბამისად, ამის მიხედვით იღებს გადაწყვეტილებებს. მესამე მნიშვნელოვანი კომპონენტია controller manager-ი. Controller manager-ი მუდმივად აკვირდება კლასტერს, ხომ არ გაითიშა რომელიმე კონტეინერი, ხომ არ არის საჭირო რაიმის აღდგენა, თუ სადმე რაიმე არასწორია, controller manager-ი იწყებს მოქმედებას და ცდილობს სისტემა დააბრუნოს სწორ მდგომარეობაში. კიდევ ერთი არანაკლებ მნიშვნელოვანი თემაა ქსელი. Kubernetes-ის კლასტერში არსებობს ვირტუალური ქსელი, რომელიც აერთიანებს ყველა nodes, masters და worker-ებს. ძალიან მარტივად რომ ვთქვათ, ეს ვირტუალური ქსელი ყველა nodes ერთ დიდ მანქანად აქცევს. აერთიანებს მათ რესურსებს და აძლევს საშუალებას თავისუფლად იკონტაქტონ ერთმანეთში.
და ბოლო მნიშვნელოვანი კომპონენტია ETCD. ETCD არის key value ტიპის საცავი, სადაც Kubernetes-ი ინახავს კონფიგურაციებს, ნოუდების მდგომარეობას, პოდების სტატუსს და მთლიანად კლასტერის მიმდინარე მდგომარეობას. სინამდვილეში Kubernetes-ის მთელი კონფიგურაცია აქ ინახება. როდესაც საუბრობთ backup restore-ზე, რეალურად საუბარია ETCD-ის სნეპშოტების აღდგენა. რადგან ამ სნეპშოტების აღდგენით შესაძლებელია მთელი კლასტერის მდგომარეობის დაბრუნება. აქვე ერთი მნიშვნელოვანი დეტალიც უნდა აღვნიშნოთ. რადგან ყველაფერი გაშვებულია worker node-ებზე, როგორც წესი worker-ები უფრო ძლიერები არიან. აქვთ მეტი პროცესორი და მეტი ოპერატიული მეხსიერება ვიდრე master nodes. master node-ებს ბევრად ნაკლები რესურსი სჭირდებათ, მაგრამ მნიშვნელოვნებით Kubernetes-ის კლასტერში master node-ზე მნიშვნელოვანი არაფერია. master node-ზე თუ რამე მოხდა, კლასტერთან კავშირი დაკარგულია. სწორედ ამიტომ production გარემოში Kubernetes თითქმის არასდროს მუშაობს ერთი master node. როგორც წესი გამოიყენება მინიმუმ 2 master node და ხშირად 3 ან მეტი. იმ შემთხვევაში თუ ერთი master node გაითიშა, კლასტერი აგრძელებს შეუფერხებლად მუშაობას. ძალიან მოკლედ რომ შევაჯამოთ, Kubernetes-ის კლასტერი იყოფა master node-ებად, რომლებიც იღებენ გადაწყვეტილებებს და მართავენ სისტემას და worker node-ებად, სადაც რეალურად მუშაობს თქვენი აპლიკაციები. master node აკონტროლებს კლასტერის მდგომარეობას, API სერვერის, scheduler-ის და control manager-ის მეშვეობით, ხოლო მთელი ინფორმაცია ინახება ETCD-ში. worker node-ებზე კუბლეტი უზრუნველყოფს, რომ კონტეინერები სწორად გაეშვას და იმუშაოს, ხოლო ვირტუალური ქსელი ყველა nodes ერთ სისტემად აერთიანებს. ახლა მოდი დავიწყოთ worker node-ის, ანუ Kubernetes ენაზე რომ ვთქვათ, node-ის ყველაზე საბაზისო ნაწილი. Node არის რეალურად ჩვეულებრივი სერვერი. შეიძლება იყოს ფიზიკური მანქანა ან ვირტუალური სერვერი. Kubernetes-ის ყველაზე პატარა ერთეული არის პოდი და აქვე უნდა ავხსნათ რა არის პოდი. პოდი არის Kubernetes-ის პატარა კონტეინერის მსგავსი ერთეული, სადაც კონტეინერი ცხოვრობს. პოდი ქმნის გაშვების გარემოს კონტეინერებისთვის. ამის მიზეზი ის არის, რომ Kubernetes-ის მიზანია არ იყოთ დამოკიდებული რომელიმე კონტეინერიზაციის ტექნოლოგიაზე, ამ შემთხვევაში Docker-ზე, მაგრამ ხვალ თუ გადაწყვეტ სხვა ტექნოლოგიის გამოყენებას, Kubernetes-ი ამის შესაძლებლობას აუცილებლად მოგცემთ. ანუ თქვენ Kubernetes-ში პირდაპირ Docker-თან არ მუშაობთ, თქვენ მუშაობთ პოდებთან. დაუშვათ გვაქვს მუსიკის პატარა აპლიკაცია, დაუშვათ MyMusicG. აპლიკაციის პოდი და მასთან ერთად მონაცემთა ბაზის პოდი ასევე. თითოეულ პოდში მუშაობს თავისი კონტეინერი. აქ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი უნდა დავიმახსოვროთ. პოდი ჩვეულებრივად შეიცავს ერთ აპლიკაციას. შეგიძლიათ ერთ პოდში რამდენიმე კონტეინერიც გაუშვათ, მაგრამ როგორც წესი, ერთი პოდი უდრის ერთ აპლიკაციას. ეხლა ვნახოთ როგორ ესაუბრებიან ეს პოდები ერთმანეთს Kubernetes-ში. Kubernetes-ში გვაქვს ვირტუალური ქსელი. ეს ნიშნავს, რომ ყველა პოდს ენიჭება საკუთარი IP მისამართი. ყურადღება მივაქციოთ, IP მისამართი ენიჭება პოდს და არა კონტეინერს. ამ IP-ების გამოყენებით პოდებს შეუძლიათ ერთმანეთთან საუბარი. ეს არის შიდა IP-ები და არ არის საჯარო ეგრეთ წოდებული პაბლიკი, ანუ ინტერნეტიდან ხელმისაწვდომი არ არის. მაგალითად, ჩვენი აპლიკაციის პოდი თავისუფლად უკავშირდება მონაცემთა ბაზის პოდს მისი IP მისამართით, მაგრამ აქ ჩნდება პრობლემა. Kubernetes-ში პოდები არ არის მუდმივი, ანუ არის დროებითი. ისინი შეიძლება ნებისმიერ მომენტში გაითიშონ, მაგალითად კონტეინერი დაიქრაშოს, აპლიკაცია გაითიშოს, რამე ცუდი მოხდეს. ამ შემთხვევაში პოდი იშლება და Kubernetes-ი მის ადგილას ახალ პოდს ქმნის. და აი აქ არის მთავარი პრობლემა. ახალი პოდს ახალი IP მისამართი ენიჭება. თუ თქვენ მონაცემთა ბაზას IP მისამართით უკავშირდებით, ყოველი რესტარტის შემდეგ ყველაფერი ხელით უნდა შეცვალოთ, რაც ცალსახად არასწორია. და სწორედ ამ პრობლემის გადასაჭრელად Kubernetes-ი გთავაზობთ კიდევ ერთ ძალიან მნიშვნელოვან კომპონენტს სერვისს. სერვისი არის შრე ლეიერი, რაც გვინდა დავარქვათ, რომელიც გვაძლევს სტაბილურ წვდომას პოდებზე. მაშინაც კი, როცა ისინი მუდმივად იშლებიან და თავიდან იქმნებიან. ახლა გადავიდეთ სერვისზე, იმიტომ რომ ზუსტად აქ იწყება Kubernetes-ის ერთ-ერთი ძალიან პრაქტიკული ნაწილი. სერვისი ძალიან მარტივად რომ ავხსნათ, არის მუდმივი მისამართი. ერთი მუდმივი IP და ერთი endpoint-ი, რომელიც მიბმულია პოდზე. ანუ ჩვენს აპლიკაციას ექნება თავისი სერვისი, მონაცემთა ბაზასაც ექნება თავისი სერვისი და რადგან სერვისი და პოდი ერთმანეთზე დამოკიდებულები არ არიან, პოდი შეიძლება გაითიშოს, წაიშალოს, თავიდან შეიქმნას, 10 ჯერ შეიცვალოს IP მისამართი, სერვისი იგივე რჩება და მისი IP მისამართიც იგივე რჩება. ამიტომ თქვენს აპლიკაციას არ ჭირდება კონფიგურაციის შეცვლა, იმიტომ რომ პოდს სხვა IP აქვს. ის უბრალოდ უკავშირდება სერვისს, რომელსაც ყოველთვის ერთი და იგივე IP აქვს.
ეხლა მეორე საკითხი. კარგი, შიგნით ერთმანეთთან საუბარი გასაგებია, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია, რომ აპლიკაცია ბროუზერიდანაც იყოს ხელმისაწვდომი. ამისთვის Kubernetes-ში არსებობს external service, ანუ სერვისი, რომელიც ხსნის წვდომას გარედან. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველა პოდი არ უნდა იყოს გარედან ხელმისაწვდომი, მაგალითად მონაცემდა ბაზა. ამისთვის არსებობს internal service, რომელიც მხოლოდ კლასტერის შიგნით არის ხელმისაწვდომი. მარტივად რომ ვთქვათ, თუ გვინდა აპლიკაცია გარედან იყოს ხელმისაწვდომი, ვიყენებთ external service და თუ არ გვინდა ვიყენებთ internal service. მაგრამ ახლა გადავიდეთ შემდეგ პრობლემაზე. external service რომ შექმნით, მისამართი ჩვეულებრივ გამოდის რაღაც ესეთი: HTTP, Node-ის IP და პორტი. ყურადღება მიაქციეთ, რომ Node-ის და არა service-ის. მსგავსი მისამართი შეიძლება გამოგვადგეს ტესტირებისთვის და development-ისთვის, მაგრამ production-ისთვის ეს არ გამოგვადგება. Production-ზე ჩვენ გვინდა მისამართი იყოს დომენით, რა თქმა უნდა SSL-ით, ანუ HTTPS-ით და ლამაზი URL-ით, მაგალითად MyMusicG და სწორედ აქ შემოდის კიდევ ერთი კომპონენტი ingress. Ingress-ის იდეა მარტივია, მოთხოვნა აღარ მიდის პირდაპირ სერვისზე, მოთხოვნა პირველად მიდის ingress-ზე. Ingress-ი აკეთებს წინასწარ გაწერილ კონფიგის მიხედვით გადამისამართებას და მერე უკვე გზავნის ამ მოთხოვნას შესაბამის სერვისზე. Ingress-ი გვაძლევს domains, HTTPS-ის გამოყენების შესაძლებლობას, routings, მაგალითად user API წავიდეს ერთ სერვისზე, admin პანელი მეორეზე. რომ შევაჯამოთ Kubernetes-ის საბაზისო კომპონენტები, პოდი, სერვისი, ingress-ი, დამეთანხმებით ჯერჯერობით ყველაფერი ძალიან მარტივია, მაგრამ Kubernetes-ის მთავარი ბრწყინვალება აქ იწყება. როცა სისტემა იზრდება, კონტეინერები მრავლდება, დატვირთვა მატულობს და გვჭირდება ავტომატური მართვა. როგორც უკვე ვთქვით, პოდები ერთმანეთთან საუბრობენ სერვისის მეშვეობით. ანუ ჩვენს აპლიკაციას ექნება მონაცემთა ბაზის endpoint-ი, მაგალითად PostgreDB service და აპლიკაცია სწორედ ამ სახელით უკავშირდება ბაზას. ახლა ჩნდება კითხვა, სად ვინახავთ ამ მისამართებს? როგორც წესი, ასეთი კონფიგურაცია ინახება upsetting-ების ფაილში ან environment variable-ებში. და ხშირ შემთხვევაში ეს ყველაფერი პირდაპირ აპლიკაციის იმიჯშია ჩაშენებული. მაგალითად, თუ სერვისის სახელი შეიცვალა PostgreDB სერვისიდან სხვა სახელზე, თქვენ უნდა შეცვალოთ ეს მისამართი აპლიკაციის კონფიგურაციაში. და რას ნიშნავს ეს პრაქტიკაში? უნდა შექმნათ ახალი იმიჯი, ატვირთოთ რეპოზიტორი, პოდმა ჩამოტვირთოს ახალი იმიჯი და მთელი აპლიკაცია თავიდან გაეშვას. ერთი პატარა ცვლილებისთვის საკმაოდ დიდი პროცესია დამეთანხმებით. სწორედ ამ პრობლემის გადასაჭრელად Kubernetes-ი გთავაზობს config maps. Config map-ი არის თქვენი აპლიკაციის გარე კონფიგურაცია. აქ ინახება ისეთი მონაცემები, როგორიც არის მონაცემთა ბაზის მისამართი, სხვა სერვისების მისამართები, ნებისმიერი კონფიგურაცია, რომელიც შეიძლება შეიცვალოს. Kubernetes-ში config map-ი უბრალოდ მიბმულია პოდზე და პოდი იღებს ამ მონაცემებს. რაც config map-ში წერია, თუ სერვისის მისამართი შეიცვალა, უბრალოდ ცვლით config maps და მორჩა. არ არის საჭირო ახალი იმიჯი, ახალი ბილდი და მთელი ციკლის გავლა, მაგრამ კონფიგურაციაში ხშირად გვაქვს კიდევ სენსიტიური მონაცემები, credential-ები, მაგალითად პაროლები, meshing-ი, მონაცემთა ბაზის მომხმარებელი, სერტიფიკატები, API key და სხვა. ამ ყველაფრის შენახვა config map-ში ტექსტად უსაფრთხო არ არის. ამისთვის Kubernetes-ში არსებობს secret. Secret იდეაში არის იგივე config map-ი, მაგრამ ის განკუთვნილია სენსიტიური მონაცემებისთვის. Secret-ში მონაცემები ინახება base64-ით კოდირებულ ფორმატში. აქვე მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ base64 არ არის უსაფრთხო. ეს უბრალოდ ენკოდინგია. რეალურად production გარემოში secret-ები დამატებით უნდა იყოს დაშიფრული და დაცული სპეციალური ინსტრუმენტებით. ამისთვის არსებობს cloud provider-ების და მესამე მხარის tool-ები, რომლებიც Kubernetes-ში secret-ებს ავტომატურად შიფრავენ. მოკლედ რომ ვთქვათ, config map-ი კონფიგურაციისთვის, რომელიც ხშირად იცვლება, secret პაროლებისთვის, key-ებისთვის და სენსიტიური მონაცემებისთვის. ორივე შემთხვევაში config map-ი და secret უბრალოდ მიბმულია პოდზე. აპლიკაცია ცალკე გვაქვს და ამ მიდგომით აპლიკაცია ხდება ბევრად უფრო მოქნილი და უსაფრთხო. ახლა გადავიდეთ კიდევ ერთ ძალიან მნიშვნელოვან თემაზე, მონაცემების შენახვა, ანუ storage და ვნახოთ, როგორ მუშაობს ეს ყველაფერი Kubernetes-ში. მაგალითად, რომ ავიღოთ ბაზის პოდი, ამ პოდში ინახება მონაცემები. პრობლემა ის არის, რომ Kubernetes-ში პოდები, როგორც უკვე არაერთხელ ვახსენეთ, არის დროებითი. თუ მონაცემთა ბაზის კონტეინერი ამ პოდი გადაიტვირთა, ამ კონტეინერში არსებული მონაცემები უბრალოდ გაქრება და ეს, რა თქმა უნდა, სერიოზული პრობლემაა. მონაცემები ყოველ რესტარტზე არ უნდა იშლებოდეს. Kubernetes-ი გთავაზობთ კიდევ ერთ კომპონენტს, volumes. Volumes იდეა Kubernetes-შიც იგივეა, რაც Docker-ში. Volume რეალურად არის ფიზიკური
ფიზიკური საცავი, მყარი დისკი, რაც გინდა დავარქვათ, რომელიც პოდს უერთდება. ეს შეიძლება იყოს ლოკალური დისკი იმავე ნოუდზე ან გარე საცავი, მაგალითად cloud storage. წარმოიდგინეთ volume-ს როგორც გარე მყარი დისკი, რომელსაც აერთებთ Kubernetes-ის კლასტერზე. რა ხდება ამის შემდეგ? როცა მონაცემთა ბაზის პოდი გადაიტვირთება ან თავიდან შეიქმნება, პოდი შეიძლება შეიცვალოს, კონტეინერი შეიძლება შეიცვალოს, მაგრამ volume-ს რჩება იგივე და შესაბამისად მონაცემები არ იკარგება. აქ ძალიან მნიშვნელოვანია ერთი რამ სწორედ გავიგოთ. Kubernetes-ი არ მართავს მონაცემების შენახვას. ის არ აკეთებს backups, რეპლიკაციას. ის უბრალოდ გაძლევთ მექანიზმს, რომ პოდს მიამაგროთ storage-ი. დანარჩენი პასუხისმგებლობა, როგორც ინახება მონაცემები, სად ინახება, როგორ ხდება მათი დაბექაპება, ეს უკვე თქვენი როგორც Kubernetes-ის ადმინისტრატორის საქმეა. მოკლედ რომ შევაჯამოთ, პოდი დროებითია, volume მუდმივი დისკია. ახლა მოდით რეალურ სცენარზე დავფიქრდეთ. რა ხდება თუ ჩვენი აპლიკაციის პოდი გაითიშა, ან უბრალოდ ახალი იმიჯი გაუშვით და პოდის გადატვირთვა დაგჭირდათ და მივიღეთ downtime. ეს ერთ-ერთი ყველაზე ცუდი სცენარია, სწორედ აქ ჩანს კონტეინერების მართვის უპირატესობა. იმის ნაცვლად, რომ ყველაფერი ერთი აპლიკაციის პოდზე და ნოდზე იყოს დამოკიდებული, ჩვენ ვაკეთებთ რეპლიკაციას, ანუ აპლიკაციის ერთზე მეტ ეგზემპლარს უშვებთ სხვადასხვა ნოდზე. ამ მეორე აპლიკაციის პოდიც იგივე სერვისზეა მიბმული. სერვისი არ არის მხოლოდ სტაბილური მისამართი, არამედ ასევე load balancer-იც არის. სერვისი იღებს შემომავალ მოთხოვნებს და აგზავნის იმ პოდზე, რომელიც ამ მომენტში ნაკლებად არის დატვირთული. ამიტომ სერვისი ორ ფუნქციას ასრულებს: სტაბილური დატვირთვის გადანაწილებას. ახლა ჩნდება კითხვა, როგორ ვქმნით ამ მეორე, მესამე ან მეოთხე აპლიკაციის პოდს. ამისთვის ჩვენ არ ვქმნით პოდებს ხელით. ამის ნაცვლად Kubernetes-ში არსებობს კომპონენტი სახელად deployment. Deployment-ი არის ერთგვარი წინასწარ განსაზღვრული გეგმა პოდებისთვის. Kubernetes-ში ამას ქვია blueprint-ი. Blueprint-ში თქვენ აღწერთ, როგორი პოდი გინდათ და რამდენ ეგზემპლარად უნდა მუშაობდეს და Kubernetes-ი თვითონ ზრუნავს, რომ ყოველთვის ეს რაოდენობა იყოს გაშვებული. ამიტომ პრაქტიკაში თქვენ მუშაობთ deployment-თან და არა პოდებთან პირდაპირ. Deployment-ი არის კიდევ ერთი კომპონენტი, მექანიზმი პოდებზე, რომელიც ამარტივებს რეპლიკაციას, მასშტაბირების მომატებას და კლებას და კონფიგურაციას. ახლა თუ აპლიკაციის ერთ-ერთი პოდი გაითიშა, სერვისი უბრალოდ გადაამისამართებს მოთხოვნებს სხვა პოდებზე და მომხმარებელი საერთოდ ვერ შეამჩნევს პრობლემას. რადგან აპლიკაციის ნაწილი გავიარეთ და ვიცით როგორ ხდება load balancing-ი, ეხლა ვთქვათ რა ხდება მონაცემთა ბაზასთან. თუ პოდი გაითიშა, აპლიკაციაც ხომ გაითიშება. ამიტომ ბაზასაც სჭირდება რეპლიკაცია, მაგრამ აქ ძალიან მნიშვნელოვანი განსხვავებაა. მონაცემთა ბაზის რეპლიკაცია development-ით არ ხდება. რატომ? იმიტომ რომ ბაზა არის stateful, აქვს მდგომარეობა. თუ ბაზის რამდენიმე ასლი გაქვს, ყველა მათგანი ერთსა და იმავე storage-ს უნდა იყენებდეს. უნდა ვიცოდეთ, ვინ წერს და ვინ კითხულობს და თვითონ რომ თავიდან ავიცილოთ მონაცემების არათანმიმდევრულობა. ამისთვის Kubernetes-ში არსებობს სპეციალური კომპონენტი stateful set-ი. Stateful set-ი აკეთებს რეპლიკაციას, ასევე მასშტაბირების მატებას და კლებას, მაგრამ ამ ყველაფერს აკეთებს ისე, რომ მონაცემების წერა და კითხვა იყოს სინქრონიზებული. ეს ძალიან მნიშვნელოვანი განსხვავებაა. თუ აპლიკაციაში state-ი ანუ მდგომარეობა არ არის მნიშვნელოვანი, მაშინ ვიყენებთ deployments. თუ აპლიკაცია არის stateful, ანუ აქვს მდგომარეობა, რომელიც არ უნდა დაირღვეს, მაშინ stateful sets. აქვე უნდა ვთქვათ ერთი რეალური რაღაც. stateful set-ით მონაცემთა ბაზების გაშვება Kubernetes-ში რთულია, ბევრად რთული, ვიდრე ჩვეულებრივი deployment-ი. სწორედ ამიტომ პრაქტიკაში ხშირად ხდება ისე, რომ აპლიკაციები მუშაობენ Kubernetes-ში, ხოლო მონაცემთა ბაზები არის გარეთ და აპლიკაციები უბრალოდ უკავშირდებიან ამ გარე ბაზას. ეხლა დავუბრუნდეთ ჩვენ სცენარს. ჩვენ გვაქვს აპლიკაციის ორი რეპლიკა, ბაზის ორი რეპლიკა. ყველგან დატვირთვა დაბალანსებულია, ეს ნიშნავს, რომ სისტემა უკვე ბევრად უფრო მდგრადია. თუ ერთი ნოუდი საერთოდ გაითიშა, მეორე ნოუდი აგრძელებს მუშაობას. აპლიკაცია ისევ ხელმისაწვდომია, downtime-ი არ გვაქვს. მოდით კიდევ ერთხელ მოკლედ შევაჯამოთ, რა ვისწავლეთ დღეს. Kubernetes-ი ანუ K8s არის კონტეინერების ორკესტრატორი, რომელიც ავტომატურად მართავს ჩვენს აპლიკაციებს. კლასტერი შედგება master node-ებისგან და worker node-ებისგან. პოდი არის ყველაზე პატარა ერთეული, რომელშიც კონტეინერი ცხოვრობს. სერვისი გვაძლევს მუდმივ მისამართს და აბალანსებს დატვირთვას. ინგრესი არის ერთგვარი კავშირი გარე სამყაროსთან, რომელიც დომენებს და SSL სერტიფიკატებს მართავს. Config map-ი და secret გვეხმარება, რომ აპლიკაციის კოდი და კონფიგურაცია ერთმანეთისგან გავმიჯნოთ. Deployment-ი მართავს stateless აპლიკაციებს, ხოლო stateful set-ი მონაცემთა ბაზებს.
დღეისთვის სულ ეს იყო. თუ მოგეწონათ ვიდეო, გთხოვთ გამოიწერეთ ჩემი არხი, დაალაიქეთ ვიდეო და დამიტოვეთ კომენტარი. ეს მართლა მეხმარება. ნახვამდის.